დაგიბრუნდით ისევ ჩვენ წინა ნაწილში სპორტ სკოლების წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრეთ სპორტის პრობლემებზე. ძალიან საინტერესოა სახელმწიფო პოლიტიკა სპორტთან მიმართებაში და სწორედ ამ ბლოკს ამ საკითხს დაუთმობთ, ამ საკითხზე საუბარს დაუთმობთ. კი ბატონო, სტუმრები შემოგვიერთდნენ, რომლებსაც წარმოგიდგენთ ბატონი გურამ ზაგანია, პროფესორი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და ბატონი ირაკლი დოლობერძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ პირველ ბლოკში სპორტ სკოლის წარმომადგენლები ყვავდნენ და საკმაოდ მწვავედ ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რაც დღეს დგას ქართულ სპორტში. და ბევრი შეკითხვაც გაჩნდა. და დიდი სურვილი გამოთქვა ჩვენმა სტუმრებმა, რომ სახელმწიფო უფრო მეტად ჩაერთოს აი ამ პრობლემების მოგვარებაში. როგორი პოლიტიკა აქვს დღეს სპორტის სამინისტროს? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. მართალი ბრძანეს ჩვენმა სტუმრებმა, რომ ისაუბრეს, რომ სერიოზული პრობლემები დგას ქართული სპორტის წინაშე. მოდით ორ ნაწილად გავყოთ სპორტი და ფიზიკური აღზრდა, ფიზიკური სიჯანსაღი, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და მასობრივი სპორტი და სპორტი როგორც საშეჯიბრო საქმიანობა, უმაღლესი მიღწევების სპორტი, პროფესიონალური სპორტი. ორივე კუთხით საკმაოდ დიდი პრობლემები დაგროვდა ჩვენს ქვეყანაში, ეს არის ობიექტური მიზეზებისგან გამოწვეული, მაგრამ ზოგადად ქართული სპორტის განვითარებას და ერის სიჯანსაღეს, მათ შორის იმას, რასაც ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი ქვია და წარმატებების მიღწევა საერთაშორისო სარბიელზე, ჩემის აზრით უწყობს სამი კომპონენტი ხელს. პირველი ეს არის ინფრასტრუქტურა, რომელიც უდიდესი პრობლემაა დღეს საქართველოში, რომელიც პრაქტიკულად თითქმის არ არსებობს საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურა, იმიტომ რომ რიგმა ცვლილებებმა, პოლიტიკის შეჭრამ სპორტში და ბიზნესში განაპირობა ის, რომ დღეს პრინციპში დედაქალაქში თითქმის მოშლილია ინფრასტრუქტურა, რეგიონებში აღარაფერს საუბრობ. მეორე პრობლემა ეს არის კადრები, რაზეც ვისაუბრეთ და რამდენადაც კარგი ინფრასტრუქტურა არ უნდა ქონდეს, თუ არ გვეყოლება პროფესიონალური კადრები, ეს უდიდესი პრობლემაა დღეს ქვეყანაში და რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემებს მოვიყვან. პირველი ის, რომ დღეს არსებობს საქართველოში 4196 ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი საჯარო სკოლებში, აქედან 62%-ს არ გააჩნია განათლება შესაბამისი სპეციალური. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი შვილების ფიზიკური აღზრდის მასწავლებლების დიდი ნაწილი არიან არაკვალიფიცირებული კადრები. ეს გამოწვეული იქნა იმის გამოც, რომ 2007 წლის 11 ივლისს ყოფილმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში ერთადერთი უმაღლესი სასპორტო სასწავლებლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის გაუქმების შესახებ, რომლის მთავარი мотиваცია ეს იყო მისი ტერიტორიის გასხვისება, იქ მშენებლობის დაწყება და ტერიტორიის გაყიდვა. და ერთ ფაკულტეტად უნდა ჩამოყალიბებული იყო, ყველაფერი უნდა გაერთიანებული იყო ერთ ფაკულტეტად. ეს ვითომ ერთ ფაკულტეტად უნდა ჩამოყალიბებული იყო ილიას უნივერსიტეტში, მაგრამ ეს ყველაფერი მილევად რეჟიმში გადავიდა და ამან თავისი თავი ამოწურა, ეს თავიდანვე განწირული იყო ამისათვის. მე მესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა, მაგრამ ეხლა შემიძლია თამამთქვა, ეს იყო ქართული სპორტის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ეს რაც შეეხება კადრებს. მესამე მთავარი პრობლემა არის ის სპორტში მომეცადინეთა რიცხოვნობა და ხელმისაწვდომობა. ანუ რაზეც იყო საუბარი აქ არის, რომ პირველ რიგში მომეცადინეთა რიცხოვნობა უნდა გაიზარდოს, ამისათვის საჭირო არის ადამიანების და ოჯახების ხელმისაწვდომობა, რომ თავის შვილები მიიყვანოს სპორტში. პირველი ის, რომ ისევ სტატისტიკურ მონაცემებს მიმართავ, რომ დღეს საქართველოში რეგისტრირებულია 33000-მდე სპორტსმენი, 12 წელს ზემოთ მოქმედი სპორტსმენი და ასევე საქართველოში რეგისტრირებულია სადღაც 65-დან 70000-მდე ინტრავენური მოხმარების ნარკომანი. ეს სტატისტიკური მონაცემი არის ქვეყნისთვის კატასტროფა. უმაღლესი მიღწევები სპორტზე რომ არ ვილაპარაკოთ და არ ვისაუბროთ. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ ყველანაირი ძალისხმევა უნდა იხმაროს და რამენაირად შემდგომ წლებში მაინც გახდეს აუცილებელი ქვეყნისათვის, რომ ფიზიკური აღზრდა და სპორტი გახდეს პრიორიტეტი. ანუ როგორც ჯანდაცვა, განათლება და ეს საკითხები როგორც წელს იყო პრიორიტეტული, აუცილებლად უნდა იყოს სპორტი, ფიზიკური აღზრდა და სპორტი პრიორიტეტად უნდა იქცეს ქვეყანაში. ეს ალბათ ხანგრძლივი პროცესია, მაპატია ნიკოლოზ, რომ გაწყვეტენ ხანგრძლივი პროცესია აი ამ პრობლემების მოგვარება, მაგრამ ალბათ სახელმწიფოს აქვს რაღაც კონკრეტული გეგმები, რა ხერხითაც აპირებს აი ამ სიტუაციის გაუმჯობესებას. თუ შეძლებთ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, რადგან ბატონ გურამთან მექნება შეკითხვა, გამოვკვეთეთ სამი პრობლემა, რეალურად სამი უდიდესი პრობლემა, რაც აქვს დღეს ქართულ სპორტს და განსაკუთრებით პირველ ბლოკში ჩვენმა სტუმრებმაც ისაუბრეს სწორედ პროფესიონალი კადრების სიმცირეზე. ეს ყველაფერი თქვენ გევალებათ, როგორც უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს. დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით ტელემაყურებელს. ეს პრობლემა
ისეთი მწვავე გახდა ამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, რომ ამაზე ლაპარაკიც აღარ შეიძლება, ვინაიდან ჩვენ ამის შესახებ ძალიან ბევრი ვთქვი, ძალიან ბევრი დავწერეთ, ბევრი ვილაპარაკეთ, მაგრამ ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად გადაწყდა და 28 მარტს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება და დაფუძნდა სპორტის უნივერსიტეტი, რომელსაც უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა და მას მიეცა საშუალება, რომ განახორციელოს იმ კადრების მომზადება, რომელიც ესოდენ საჭიროა ჩვენი სპორტისათვის. ის სპორტის კერა, რომელიც არსებობდა საქართველოში, ჯერ ფიზკულტურის ინსტიტუტის სახელით, შემდეგ აკადემიის სახელით 1938 წლიდან ფუნქციონირებდა და 2007 წლამდე დაახლოებით 20,000, 22,000 სპეციალისტი გამოუშვა, რომლებიც გარდა იმისა, რომ საქართველოს რეგიონებში მუშაობდნენ, საზღვარგარეთის თითქმის 60 ქვეყანაში იღებულობენ დღესაც აქტიურ მონაწილეობას სპორტსმენების აღზრდის საქმეში. და აქედან გამომდინარე, უბრალოდ აუცილებელი იყო ის, რაც გაკეთდა, მაგრამ არამც არ იყო აუცილებელი, რომ სპორტის უმაღლეს სასწავლებელი ეს ერთი ხელის მოსმით დაეშალათ. გასაგებია, რაღაც გვითხრეს мотиваციები, რაღაც სიტუაცია, რომ ესე იგი უნდა მიუერთოთ, იქ უფრო უკეთესი პირობები იქნება. იმასაც გვპირდებოდა, რომ პროფესორ მასწავლებლების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა, რომ მილევად რეჟიმშიც აღარ არის, საერთოდ აღარ არის ფაკულტეტი და გაუქმდა, ისე რომ საქართველოში ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი დაწესებულება, რომელსაც ხელეწიფება გამოუშვას სპორტის სპეციალისტი. გარდა მაგისა, რომ არსებობდა სპორტის სპეციალიზირებული უმაღლესი სასწავლებელი, ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში, გოურში, თელავში, ბათუმში იყო პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებელი, სადაც ფიზკულტურის ფაკულტეტები იყო და უშვებდნენ პედაგოგებს. აი ხო ბრძანა, ახლა წარმოგიდგენიათ 4,000 მასწავლებელიდან 3,000 რო არაპროფესიონალი იქნება და ამ 3,000-დან კიდე 800 არ გააგრძელა ბატონმა ირაკლიმ, საერთოდ არაა განათლება. 821 არ აქვს უმაღლესი. უმაღლესი განათლება საერთოდ არ აქვს. აი ჩვენმა წინამორბედას სტუმრებმა აღნიშნეს, რომ აი გადაუგდებენ ბურს და ქიმიის და ფიზიკის. კი ბატონო, საათები არ ყოფნით ყველაფერი, მაგრამ ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი ეს არის ისეთი რაღაც, რომელმაც სწორი განვითარება უნდა მიცეს ბავშვს. ახლა წარმოიდგინეთ რა, რაც გინდა გონებრივად ძლიერი იყო, თუ ფიზიკურად არ ახარ ძლიერი, გამორიცხულია ფიზიკურად. ქიმია შეიძლება არ იცოდე და სპორტს თუ რაღაცა ეს ჯანმრთელობა შეიძლება არ ყოფილიყო, ჯანმრთელი უნდა იყოს, ხო? ჩვენ ახლა ყველა ვინც კი არის საქართველოში მოქალაქე დაუშვათ ან მოსწავლე, ყველასგან აი ბრძანა ირაკლიმმა მეც გავიმეორებ. განსხვავება არის რა, იცით რა არის, მასობრივი სპორტი და დიდი მიღწევების სპორტი. ის დიდი მიღწევების სპორტი საშინელება, ის ცალკე რაღაცა იქ არის, მოკლედ პროფესიონალური მიდგომა აბსოლუტურად იქ განსხვავებულია, როგორც თვითონ სპორტსმენის, ისე სახელმწიფოს მიდგომა და იქიდან ჩვენ ველოდებით მედლებს ოლიმპიურ თამაშებიდან, მსოფლიო პირველობებიდან, ევროპის პირველობებიდან, მაგრამ ის რომ ერი უნდა ყავდეს ჯანმრთელი და ის რომ ერი უნდა იყოს, ამას ფიზიკური აღზრდის გაკვეთილებიდან დაწყებული უნდა და მე მგონი ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კონკრეტული მედალი და ორივე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა პირველ რიგში ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ამის გარეშე უბრალოდ არსებობა არ შეიძლება. ესია თელ მსოფლიოში. აი ახლა აღდგა ხო, მე როგორც მივხვდი და აი როდიდან დაიწყება, თქვა აი უკვე წელს მიღება გექნება. წელს მიღება არანაირად არ ხდება, არ იქნება მიღება, ჯერ ერთი რომ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც გადმოგცეს უკვე დღეს ხვალ ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს გადმოგცემს უზურპრუქტით აი ამ ტერიტორიას, სადაც ადრე იყო ის ტერიტორია მთლიანად. იქ ფუნქციონირებდა რამე ამ პერიოდის განმავლობაში თუ არაფერი, ფეხბურთის რაღაც სკოლა და ჩოგბურთის რაღაც სკოლა არის, რომელიც დროებით არის, იმიტომ ჩვენ როდესაც გადმოგცემენ ალბათ შემდეგ ამ საკითხს გადავხედავთ და ნახავთ როგორ იქნება და მეკ აკადემიური მეცადინეობები უნდა ჩატარდეს, მაგრამ შენობა დგას, მეტი არაფერი, აბსოლუტურად შიდა არაფერი არ არის. მორღვეულია თელი ინფრასტრუქტურა, გაფუჭებულია სტადიონის სარბენი ბილიკები, სხვათა შორის საქართველოში სარბენი ბილიკები მძლეოსნობის არის დინამოს ცენტრალურ სტადიონზე და ჩვენი აკადემიის ბაზაზე. საქართველოში მეტი
არა და 4 ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს საქართველოს ძლევოსნობაში და 11 მედალი აქვს საერთოდ ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ძლევოსნობას და სარბენი ბილიკები არ აქვს. ისე რომ პრობლემები არის ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი აქვს. ხო გითხარით 4 კედელია მხოლოდ კედლებია, გასაკეთებელია დარბაზები, გასაკეთებელია აუდიტორიები, შენობა თვითონ მისახედია, ფლიგელები ინგრევა, მოკლედ დაახლოებით ამას დაჭირდება ერთი თუ არ ვცდები ერთი წელიწადი მინიმუმ იმისათვის რომ ეს მოვიყვანოთ. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ მომავალ წლიდან შეძლებთ რომ ფიქრობთ კი აუცილებლად თუ მომავალ წლიდან კიდე გადაგვეხლა წარმოგიდგენიათ უკვე 6 წელიწადია წვეტა პლუს ჩვენ რომ მომავალ წელს მივიღეთ ნუ მე-7 წელიწადს რომ დავიწყოთ მიღებას ისინი გამოვლენ 4 წლის შემდეგ ისე კი 11 წელიწადი გამოდის რომ დაახლოებით ამ 11 წლის განმავლობაში ჩვენ მინიმუმ 300 კაცს უშვებდით ყოველ წელიწადს 300-400 კაცს ეს დაახლოებით 3-4000 კაცი აი ზუსტად ის ხალხი რომელიც ჭირდება იმ საშუალო სკოლებს რომლებიც არიან ფიზკულტურის სპეციალური განათლების მქონე მასწავლებლების გარეშე. ვთანხმდებით იმაზე და სადაო არ არის რომ ეს ყოველ პრობლემა უნდა გადაიჭრას რეალურად რაც დღეს ქართულ სპორტშია, მაგრამ კონკრეტული გეგმა ალბათ აქვს ამ მინისტროს. კი, რამდენიმე მიმართულებით აქტიურად მუშაობთ, იმიტომ რომ ჩვენს სულ რამდენიმე თვეა რაც სამინისტროში და დაუბრუნდით ჩვენ საქმიანობას, ჩვენს ძირძველ საქმიანობას, იმიტომ რომ 6 წლის განმავლობაში პრაქტიკულად პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით ქუჩაში ვიდექით ჩვენ იმ სპორტის აკადემიის დასაცავად და მე ვსარგებლობ შევთხოვით მადლობას ვუხდი ყველა იმ თანამებრძოლს, იმ პროფესორ მასწავლებლებს, სტუდენტებს, ვინც არ მისცა შესაძლებლობა იმისა, რომ გაყიდულიყო ეს ტერიტორია. ეს მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი შემთხვევა, იმიტომ რომ არსებობს სხვა მაგალითები, სხვა უმაღლესი სასწავლებლების გაუქმებისა ტერიტორიის მიზნით თუ სხვა მიზნით და იგივე სხვა სპორტული ინფრასტრუქტურების გასხვისების არაერთი მაგალითია საქართველოში პრაქტიკულად ჩვენ შევინარჩუნეთ და დავაბრუნეთ ეს და მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ამისათვის. პირველი ის რაც არის გასაკეთებელი ახლა სასწრაფოდ უნდა შეიქმნას პროექტი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის აღდგენის კონკრეტულად ამ უმაღლეს სასწავლებლებში და საერთოდ ზოგადადაც აქ იყო საუბარი 2015 წლის ევროპის ოლიმპიური თამაშების ახალგაზრდულ ფესტივალთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებები ტარდება უკვე საქართველოში. სულ რაღაც 2 კვირის უკან ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა ჭიდაობაში, მაგრამ ის ინფრასტრუქტურა, რაც დღეს არსებობს, არის მოძველებული. ამისათვის საქართველოს ხელისუფლება სპორტის სამინისტროსთან ერთად აქვს ინიციატივები და კონკრეტული გეგმა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის. მიმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრი ძალიან უყვარს სპორტი და ყველაფერ ძალისხმევას იღონებენ იმისათვის, რომ სპორტის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას რაც შეიძლება მალე მოხდეს და 2014 წელს ჩვენ მივიღოთ სტუდენტები, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნაა და არანაკლები კონკურსი იქნება ვიდრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სამედიცინო უნივერსიტეტში, იმიტომ რომ საკადრო შიმშილია პრაქტიკულად სკოლებშიც და სპორტულ ფედერაციებშიც და სპორტული კადრი დღეს საქართველოში არ მზადდება. ის რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მოწყობას ძალიან მალე გარბიზრო და 2015 წლისთვის ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, უნდა გქონდეს ქვეყანას ახალი სპორტის სასახლე, უნდა გქონდეს ქვეყანას რეაბილიტირებული მულტიფუნქციური დარბაზები, ამისათვის კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. თუმცა მთავარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენ იქნება ასევე ის, რომ შემოდგომისთვის რაღაც კანონ პროექტი შეიქმნას და დაიდოს საქართველოში ახალი კანონი სპორტის შესახებ. იმიტომ რომ ქვეყანაში არსებობს 96 წელს მიღებული კანონი, რომელიც ასევე ჩვენ ინსტიტუტში იყო მაშინ დამუშავებული და ერთ-ერთი ავტორი ბატონი გურამი გახლავთ, მაგრამ ის დღეს პრაქტიკულად აღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა ქვეყანაში და ამისათვის საჭიროა რომ ქვეყანას ჰქონდეს ახალი კანონი სპორტის შესახებ და იქ იყო ჩადებული ისეთი ნიუანსები, რომ როგორც კერძო ინიციატივით, ასევე სახელმწიფოს ჰქონდეს мотиваცია და კერძო ინვესტორებს ჰქონდეს мотиваცია გაუჩნდეს, რომ ფინანსები და ინვესტიციები განახორციელონ სპორტში. ამისათვის ეს ყველაფერი უნდა ჩაიდოს კანონში. ის რომ გაკვეთილები უნდა ტარდებოდეს, რამდენი გაკვეთილი უნდა იყოს და სახელმწიფო კონცეფციის მიხედვით, ეს ყველაფერი უნდა იყოს კანონში ასახული. ამაზე მუშაობს სამინისტრო და სულ რამდენიმე დღეში შეიქმნება კიდევ ერთი საბჭო, რომელსაც ერქმევა ფიზიკური აღზრდის და სპორტის განვითარების უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭო, სადაც ყველა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის და მინისტრის მოადგილის დონეზე იქნება შექმნილი ეს უწყებათა შორისი კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს სპორტის მინისტრი. ჩვენ გუშინ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს თავდაცვის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით. ყველაზე აქტიური თანამშრომლობა მაინც მოგვიწევს განათლების და ჯანდაცვის სამინისტროსთან. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კურნალობა არ არის პრევენცია არის სპორტი, ფიზიკური აღზრდა. კურნალობა უკვე დაგვიანებული პროცესი, ამიტომ
ის სტატისტიკური მონაცემები, რაც ქვეყანაში არის ნარკომანიასთან დაკავშირებით, ცხოვრების ჯანსაღმწესთან დაკავშირებით, ერთადერთი საშუალება არის ეკლესიასთან ერთად სპორტის და ფიზიკური აღზრდის განვითარება. ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტულად გადავდგავთ ნაბიჯებს და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა ამას ისე მოეკიდება, როგორც ყველა ნორმალური სახელმწიფო თავის მომავალზე საზრუნავად. რაც შეეხება უმაღლეს მიღწევების სპორტს, ეს არის ცალკე საკითხი. აქ ახალგაზრდები იკლებენ ძალიან ბევრ რამეს, რომელიც შემდგომ შეიძლება მათი პოსტკარიერულ სიტუაციაში შეიძლება ზიანის მომტანიც იყოს მათი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ეს არის უკვე ქვეყნის პრესტიჟის საქმე, ეს არის მათ გააზრებული აქვთ, რომ ქვეყნისთვის არიან თავდადებულები. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დღეს გამთენიას ჩვენი ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები გაემგზავრა ბუდაპეშტში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის ჩემპიონატზე და მინდა მათ წარმატება უსურვო. ეს არის დიდი სპორტი, ეს არის ქვეყნის ავიზიტო პარადი და შევახსენოთ ჩვენს მაყურებლებს, რომ ქვეყნის დროშა და ჰიმნი იწევა და ჟღერს მხოლოდ სპორტსმენის გამარჯვების და პრეზიდენტის შემთხვევაში. ნამდვილად. წარმატება უსურვოთ ჩვენს ქართულ სპორტსმენებს აუცილებლად. მე მინდა იმედი დავიტოვო, რომ ერთობლივი მუშაობით თქვენ აღნიშნეთ, რომ საკმაოდ ბევრი სამინისტროა ჩართული სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაში, ერთობლივი მუშაობით გაუმჯობესდება სიტუაცია ჩვენ სპორტში და მართლაც რაღაცა სახელოვან სპორტსმენებს გავზრდით ქართულს, რომლებიც შემდეგ ჩვენ საქართველოს ასახელებენ მსოფლიოს საფუძველი აუცილებლად სკოლიდან და სპორტსკოლებიდან უნდა ჩაეყაროს და დიდი მადლობა რომ მობრძანდით ჩვენთან სტუმრად, ისურვებთ წარმატებას და მართლა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა ამ საქმეში. რეკლამის დროა დღის აკორდის ეთერში, დაგველოთ რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით და უკვე ლევან სალუხაძე შემოგვიერთდება და ერთად შევაჯამებთ დღევანდელ თემას, ასე რომ დროებით.